დაბერება. პროცესი, რომელიც გარდაუვალია, თუმცა ადამიანები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა შეანელონ ის და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ არა მხოლოდ ახალგაზრდული გარეგნობა, არამედ რაც უფრო მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა, ენერგია და სიცოცხლის ხალისი. ისინი იტარებენ უამრავ ესთეტიკურ, პლასტიკურ თუ გამაჯანსაღებელ პროცედურებს, თუმცა ცოტამ თუ იცის ის, რაც რეალურად ეფექტურად მოქმედებს და მართლა ანელებს ჩვენი დაბერების პროცესს. ეს საიდუმლო ჩვენს ყოველდღიურობაში შეტანილი პატარა ცვლილებებია და იმ ყოველდღიურად დაშვებული შეცდომების გამოსწორება, რაზეც დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით. კონკრეტულად 10 ჩვევაზე, რომელიც ყველაზე მეტად აჩქარებს და უწყობს ჩვენი დაბერების პროცესს ხელს. წარმოიდგინეთ, ამ ჩვევების დაძლევით შეგიძლიათ დაბერების პროცესი თითქმის 30%-ით შეანელოთ და ეს ყველაფერი უბრალოდ ბუნებრივი ცხოვრების სტილში შეტანილი ცვლილებით ყველანაირი ხელოვნური ჩარევის გარეშე. ვიცი რომ ყველას ძალიან გაინტერესებთ რა 10 ჩვევაზეა საუბარი, ამიტომ ბევრს აღარ გავაჭიანურებ და პირდაპირ დავიწყოთ პირველი მავნე ჩვევით, რომელიც აჩქარებს ჩვენს დაბერებას. ეჭვი მაქვს ყველა ხვდებით აქ რაც უნდა ვთქვა და პირველ ადგილას რა თქმა უნდა დგას მოწევა. წარმოიდგინეთ, კვლევებით დადასტურებული ინფორმაციაა, რომ მოწევა საშუალოდ 7.5 წლით ეპიგენეტიკურად აბერებს ადამიანს. ეპიგენეტიკურად რას ნიშნავს, იცით? მოწევის დროს ჩასონთქული ტოქსინები, რომელზეც დეტალურად უკვე განვლილ ვიდეოში ვისაუბრე, ახდენენ პირდაპირ ჩვენს DNM-ზე, ანუ გენეტიკურ ინფორმაციაზე გავლენას, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ყველა უჯრედის ფუნქციონირებისთვის არის პასუხისმგებელი. DNM-ის მოლეკულაში ისინი იწვევენ კონკრეტული გენების ინაქტივაციას, რომლებიც აქტიურებენ ისეთ გენებს, რომლებიც მაგალითად ხელს უწყობენ ქრონიკული ანთებითი ფონის ჩამოყალიბებას ორგანიზმში. შედეგად უჯრედები გაცილებით უფრო მალე ბერდებიან, უფრო რთულად იყოფიან და შედეგად მარტივად კვდებიან. მეორე ჩვენს ჩამონათვალში არის ჭარბი წონა. სიმსუქნე გარდა იმისა, რომ დაკავშირებულია ბევრი ქრონიკული და საშიში დაავადების განვითარებასთან, როგორიც არის მაგალითად დიაბეტი, გულსისწრაფთა დაავადებები, ღვიძლის გაცხიმოვნება და ასე შემდეგ, გარდა ამისა, კონკრეტულად ცხიმოვანი ქსოვილი არა მხოლოდ ენერგიის მარაგია, არამედ ის გარკვეულწილად ფუნქციონირებს როგორც ერთი დამოუკიდებელი ორგანო და გამოიმუშავებს სასიგნალო მოლეკულებს, რომლებიც რაც თამბაქოს შემთხვევაშიც აღვნიშნე, ქრონიკული ანთებითი ფონის ჩამოყალიბებას უწყობენ ორგანიზმში ხელს. ამ დროს ასევე რეგენერაციული პროცესები ორგანიზმში ნაკლებად აქტიურად მიმდინარეობს, რადგან ჭარბი წონის და სხვადასხვა ქრონიკული თამდევი დაავადებების ფონზე ორგანიზმს ნაკლები რესურსი რჩება იმისთვის, რომ აღდგენით და რეგენერაციულ პროცესებზე თავისი ენერგია და რესურსები დახარჯოს. შემდეგი არის კლასიკა, პასიური ცხოვრების სტილი. უმოძრაო ცხოვრების სტილით პირველ რიგში ქრება კუნთოვანი მასა. ისე რომ თქვენ შეიძლება ვერც კი ამჩნევდეთ. და ასაკში საერთოდ ძვლის სიმტკიცეც კი იკლებს, რადგან როგორც ძვალი ასევე კუნთოვანი ქსოვილი მხოლოდ სწორი დატვირთვის შემთხვევაში ვითარდება, სხვა შემთხვევაში თუ ჩვენ მას არ ვიყენებთ, იწყება პროცესები, რომლებიც ამ ქსოვილების ტიპის განლევის და გამოფიტვისკენ არის მიმართული. კუნთოვანი მასა არა მხოლოდ გადაადგილებისთვის და ცხოვრების ხარისხისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ კუნთები მონაწილეობენ უამრავ მეტაბოლურ, ანუ ნივთიერებათა ცვლის პროცესში, როგორიც არის მაგალითად ინსულინის მიმართ მგრძნობელობა. მისი გაუარესებაც საფუძველია პირდაპირ მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების. ძალიან საინტერესო დეტალი აქ ის არის, რომ პასიური ცხოვრების სტილი ასევე გავლენას ახდენს DNM-ზე. კონკრეტულად მოკლდება ამ DNM-ის მოლეკულის ერთი ნაწილი, რომელსაც ტელომერი ჰქვია. სირთულეებში რომ აღარ გადავიჭრათ, მარტივად გეტყვით, რომ ტელომერის დამოკლება პირდაპირ კავშირშია უჯრედის რეგენერაციის, ანუ განახლებითი პროცესების დაქვეითებასთან. შემდეგი არის არაჯანსაღი კვება. არაჯანსაღი ფართო ცნებაა, მაგრამ კონკრეტულად რო გითხრათ, მაგალითად რაფინირებული შაქრები, ტრანსცხიმები, გადამუშავებული ხორცპროდუქტები, როგორიც არის მაგალითად ბეკონი, სოსისი და ასე შემდეგ. მე არ ვამბობ, რომ მათი აქა თუ იქ მიიღება დამღუპელი ადამიანისთვის. მე ხას უსვამ რეგულარულად მათ მოხმარებაზე, რაც არც თუ ისე იშვიათია თანამედროვე სამყაროში. ბევრი ადამიანი მსგავს პროდუქტებს ყოველდღიურ ბაზისად მოიხმარს. მათი რეგულარულად მიღების დროს კი, როგორც მაგალითად სიგარეტის შემთხვევაში, ორგანიზმში წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები. ესენი არიან მოლეკულები, რომლებიც პირდაპირ აზიანებენ ჩვენს უჯრედებს. გარდა ამისა, ისინი აღწევენ რა თქმა უნდა გენეტიკურ ინფორმაციამდეც. გენეტიკას ასე ხშირად იმიტომ ვახსენებ, რომ დაბერების პროცესი პირდაპირ კავშირშია ჩვენში ამ გენეტიკური პროცესების მიმდინარეობასთან. მსგავსი დამაზიანებელი მოქმედებები კი ამ თავისუფალი რადიკალებისგან იწვევენ რა თქმა უნდა ანთებას. ანთება კარგია იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად მწვავედ დაზიანდება კონკრეტული ქსოვილი ორგანიზმში, მაგრამ რეგულარულად და ქრონიკულად მიმდინარე, თუნდაც დაბალი ინტენსივობით და კლინიკურად ვერ შესამჩნევი
ანთება ცოცხალი ორგანიზმის დაბერების პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამას გარდა მსგავსი საკვები პროდუქტები ანადგურებენ ჩვენთვის სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც ჩვენს ნაწლავებში ბუდობენ და ამით უდიდეს ნეგატიურ გავლენას ახდენენ ჩვენს იმუნურ სისტემაზე, რადგან ეს ბაქტერიები გარდა იმისა, რომ ჩვენ მონელებაში და სხვადასხვა ვიტამინების სინთეზში გვეხმარებიან, ისინი ასევე მონაწილეობენ ჩვენი იმუნური, ანუ დაცვითი ფუნქციების ჩამოყალიბებაში. შემდეგი არის ქრონიკულად გაზრდილი სტრესის დონე. ეს ალბათ არავის გაგიკვირდებათ. ამ დროს ორგანიზმში იზრდება კორტიზოლის კონკრეტული ჰორმონის დონე, რომლებიც მოკლე სტრესულ სიტუაციებში გადამწყვეტია, რადგან ის გვაძლევს მაგალითად ენერგიას, იზრდება მაგალითად ჩვენი არტერიული წნევა, თუმცა რეგულარულად გაზრდილი სტრესის და შესაბამისად კორტიზოლის დონე არა მხოლოდ ჩვენი დაბერების პროცესს აჩქარებს, არამედ ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიც არის მაგალითად მაღალი არტერიული წნევა, ძილის პრობლემები, ასუსტებს ასევე იმუნურ სისტემას და პირდაპირ კავშირშია წონის მატებასთან. სწორედ ამიტომ არის, რომ რეგულარული სტრესი ყველა ფორმის დაავადებას შეიძლება საფუძვლად და სტიმულად მოევლინოს. შემდეგი არის ჰაერის დაბინძურება. ამაზე ჩვენ სამწუხაროდ ნაკლები გავლენა გვაქვს, მაგრამ ეს მიკრონაწილაკები, გამონაბოლქვი და ზოგადად ჰაერის დაბინძურება არა მხოლოდ ფილტვებსა და სასუნთქ სისტემაზე მოქმედებს ნეგატიურად, არამედ როგორც მაგალითად თამბაქოს კვამლი, ისიც მთელს ორგანიზმში ნაწილდება. ამიტომ რეგულარულად მაგალითად ქალაქის და ურბანული ცენტრების დატოვება და შედარებით სუფთა გარემოში და სუფთა ჰაერზე გასვლა მისცემს ორგანიზმს საშუალებას, რომ ამ რეგულარული დაბინძურებისა და სტრესისგან დაისვენოს და თავისი რესურსები მიმართოს რეგენერაციის, ანუ აღდგენითი პროცესებისკენ. შემდეგი არის ზედმეტი მზე და ულტრაიისფერი გამოსხივება. არათუ სოლარიუმი, არამედ ზედმეტმა მზის სხივმაც, რომელიც ჩვენი სიცოცხლის წყაროა, შეიძლება ჩვენზე დამაზიანებელი გავლენა იქონიოს. მეცაც გეტყვით, ამ სიაში მზის სხივი პირველ ადგილას დგას, როდესაც საქმე ეხება ვიზუალურ დაბერებას, მაგალითად კანის დაბერებას, ელასტიურობის დაკარგვას, ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენას. მზის სხივში შემავალი ულტრაიისფერი სპექტრი აზიანებს ჩვენს კანში არსებულ ცილას, კოლაგენს, რომელიც კანს სიმტკიცეს, ელასტიურობას და ტენიანობას უნარჩუნებს. შემდეგი არის ძილის ქრონიკული დეფიციტი. ძილი რომ გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის რეგენერაციისთვის, დასვენებისთვის და აღდგენისთვის, ალბათ ჩემი თქმა არავის სჭირდება. პირველ რიგში ძილის ნაკლებობისას წინა პლანზე იწევს მაგალითად კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება, კონცენტრაციის უნარის დაკარგვა. ამას გარდა უჯრედულ დონეზე გაცილებით მეტი ხდება, ვიდრე ჩვენ ვამჩნევთ. სწორედ იმ მექანიზმების, რომლებიც უჯრედული დაზიანების შემთხვევაში ჩაერთვებიან და აღდგენენ ჩვენს ფუნქციებს, სწორედ ამ მექანიზმების დაქვეითება და დასუსტება ხდება, როდესაც ადამიანს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ძილის ნაკლებობა აქვს. კონკრეტულად რას ნიშნავს ძილის დეფიციტი? ეს შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ფარგლებში ინდივიდუალურია. თუმცა 7-დან 9 საათამდე ღამის ძილი მიჩნეულია იმ ნორმალურ დიაპაზონად, რაც ადამიანის ორგანიზმს საკმარის დროს და მოდუნების საშუალებას აძლევს იმისთვის, რომ მოიკრიბოს ენერგია და მოემზადოს შემდეგი დღისთვის. როგორც ნაკლები, ასევე ზედმეტად ბევრი ძილი უკვე დაკავშირებულია სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან. შემდეგი არის ალკოჰოლი. თვითონ ალკოჰოლი როგორც სითხე ჩვენთვის არ არის დამაზიანებელი, მაგრამ კარგად მოусმინეთ, ალკოჰოლის გარდაქმნის შედეგად მიღებული აცეტალდეჰიდი, რომელიც ღვიძლში წარმოიქმნება, რა თქმა უნდა ალკოჰოლის მიღების შემდეგ, აი სწორედ ეს ნივთიერებაა პასუხისმგებელი ყველა იმ ზიანზე, რასაც რეალურად რეგულარულად ალკოჰოლის მოხმარება იწვევს. ამას გარდა ის პროცესები, რაც ხშირად ვახსენე, მაგალითად გაზრდილი კორტიზოლი, ძილის სტრუქტურის მოშლა, ქრონიკული ანთებითი პროცესები, ნაწლავის მიკრობიომის მოშლა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარებას თან ახლავს და ადამიანის როგორც ცოცხალი ორგანიზმის დაბერების პროცესში წარმოუდგენლად მაღალი ტემპით დამაჩქარებლის როლს თამაშობს. და ბოლოს გაგიკვირდებათ და როგორც სხეულს, კუნთებსა და ძვლებს, ასევე ტვინს არ უხდება უმოქმედობა. რას გულისხმობ? ჩვენს ტვინს როგორც მაგალითად სხეულს ყოველდღიურად სჭირდება კონკრეტული პრობლემები, რომელსაც ის გადაჭრის, ფიქრი, აზროვნება, აქტიურობა და ეს ყველაფერი განსაკუთრებით ასაკში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში კოგნიტიურად და გონებრივად არააქტიურები ვართ, ჩვენი უნარები იწევს დაბლა და ტვინის დაბერების პროცესები ჩქარდება. თქვენ წარმოიდგინეთ და კოგნიტიურად და ინტელექტუალურად აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ასაკშიც აქტიურები არიან, დადასტურებულად ნაკლები შანსი აქვთ იმის, რომ დაავადდნენ ალცჰაიმერით ან სხვა ტიპის დემენციური დაავადებებით. დარწმუნებული ვარ, არც ერთი პუნქტი დღევანდელ ვიდეოში თქვენთვის რთულად შესასრულებელი არ იქნება, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ადამიანები ყოველთვის
ყოველთვის პრობლემის მარტივად გადასაჭრელ გზებს ვეძებთ. ასევეა გაახალგაზრდავებისთვის მარტივი ჩარევები, თუმცა მარტივი გზა ყოველთვის ეფექტურს და მით უმეტეს ჯანსაღს რა თქმა უნდა არ ნიშნავს. ამიტომ ეცადეთ იმ არაჯანსაღ გარემოში, რომელსაც თანამედროვე სამყარო თავისი მაღალი ტემპითა და ცნებებით გვთავაზობს, იპოვოთ ბალანსი და იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე მანამ, სანამ ექიმის და პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ. რადგან როგორც წესი, უმრავლესი ჯანმრთელობის პრობლემის თავიდან არიდება, შესაძლებელია და სწორი მიდგომით მარტივიც გია. დღევანდელი ვიდეოსთვის კი სულ ეს იყო მეგობრებო. ვიმედოვნებ, რომ მოგვეწონათ დღევანდელი თემა, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააკომენტარეთ ის საინტერესო სამედიცინო თემები, რაზეც გინდათ რომ ვიდეო გადავიღო. მე კი შეგხვდებით შემდეგ კვირაში.